მიკედლებული თუ ყავს, რა თქმა უნდა, რომ მოვა და წარმოადგენს მიკედლებას, თუ არის იმ სტატუსით შემოყვანილი, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს კანონიერი უფლება, რომ იმ დღეს გაატაროს არ არის ათი დღე გასვლა, ხვალაც ვიგავართ. ინდივიდუალური თორნიკე თუ მიკედლებული უშუალოდ და რატო არის თორნიკე თუ ვიდეო კამერები რატო არ გიმუშავოთ თქვენ? არ მუშაობთ გასაუბრებელი მოსული ხალხი, რომელმაც დაკარგეს ზარები და თქვენ უცხოეთის არ ვეზდი იყო ვიდეოში და ვერ გაჩვენებთო. რა უთხარით, აბა გამახსენეთ რა უთხარით. ძალიან დიდი ბოდიში თუ გქონა შევიდე ბატონო თორნიკე თუ ძაღლი მიკედლებული არ ამყავს პირდაპირ გითხარით კამერა არ მუშაობს და გაშვერი ხვალე გაატართ ხო მიკედლებული თუა და თუ საბუთები რა ხვალე მობძანდით ერთი შეკითხვა მაქვს იკითხავ მე თუ შეიძლება ხვალამდე რამე გარანტია არის რომ ის ძაღლები ისევე იქნებიან თუ არა თქვენ დაგირეკავთ რა თქმა უნდა თქვენ დაგირეკავთ მაშინ რა თუ არ გაგო ამის იგი არის ძაღლები და ნახეთ ფაქტი ნახეთ რომ არიან ძაღლები ძალიან მქონდა ეს კითხვაზე მიპასუხეთ მე კონკრეტულად ჩემზე კონცენტრირდი თუ შეიძლება ვისელაპარაკე მოდი არ ვიცი რა თქვენ არ გამარჯობა ზაღლი ჩემია შიგნით ვოლიერში ვნახე არ გადამიღო რა გეხვეწები ის ლაივი იყო ჩართული ვნახე ზაღლი დავინახე და მოვედი წასაყვანად კი ბატონო ხვალ მობძანდით და ხვალ დოკუმენტებს გავიგე გაჩვენებთ იმ ზაღს რომ ხვალე დამხვდეს ისე მოდი რომ გავიმეოროთ ხვალ გაჩვენებთ რომ მე რატომაც არა ხვალე რო არ შეიცვალოს რა ხვალე რო არ შეიცვალოს რა მე სიტუაცია როგორ არ უნდა ჩვენ ხვალე ზაღლი რო არ დამხვდეს მე რა რეკლამი იკეთეთ არა რა პრობლემაა რატო? ამ ადამიანის პრობლემა ხო არ არის? ამ კაც უშველო. შიგნით არის და ეხლა ნახა ჩემო ხოლო რო დამხრა ეხლა წაიყვანე ზაღლები და თუ არ გაგვაწანეს დაგირეკავთ რა ეს კანეკორშუა ლეპერიანი და უნდა გაგვაწანეს ჩემი ნომერი იცის ყოველმა მეორე ერთი თავი კითხვა რა ყველა საინტერესებს ხო შეიძლება ერთი თავი კითხვა ბატონო ნახეთ თორნიკე ბატონო თორნიკე შიგნით რომელსაც თქვენი ოპერატორი აი ამას საუბარი ბოდიში თქვენი სახელი აი ეს კითხვა უკვე დასრულდა ხო და კამერა ალბათონი ერთ-ერთი ალბათონი ზუსტად იგივე ტექსტით რომ ერთი კვირა ძაღლს ეძებს და ჩვენთან რეკავდა რომ ძაღლს ვერ პოულობდა და იძახდა რომ თქვენ წაიყვანეთო ის ძაღლი ჩვენთანილი არ ყავდა დღეს მოვიდა და ნამდვილად დაგვრჩება მაგრამ 30 მარტს იყო ეს ძაღლი გადმოყვანილი კონკრეტულ ლოკაციიდან და პასუხი იცით რა იყო უი ალბათ მე ვერ ვნახე და ესე რო არ ვიმშელოთ ვივარაუდოთ მობძანდით თუ რამე თქვენ იქნებით შეიძლება არსებობს ბატონ თორნიკე ხო შეიძლება თქვენ რომ მოხვიდეთ ხვალ აი თქვენ არეგულირებთ მას კარგად ბოდიში აი კითხვა არ ვიცი რა არა ნახე ერთი წამი მოუწევთ მონიტორინგის გადაყვანილია პოლიციის ის არის პოლიციის არამშრომელი მაცხოვრებელი მონიტორინგის გადაყვანილია მობძანდით ნახეთ ის რა ქვია არის ესეთი სიტუაციები ხო შეიძლება იყოს ადამიანმა ვერ დაინახა ეს ხო პატრონიანი ძაღლი არ არის ყოველდღე ხო სახლში არ ყავს შესაბამისად შეიძლება თვალს მოეფარა ვერ დაინახა იმ მომენტში როცა გაიარა მაგრამ მეორე და სიკითხე ძალიან ბევრი შემთხვევაა ამიტომ ინდივიდუალურად თორნიკე ისევ იმ ადგილას დავაბრუნე ხაზე პასუხი არის ვიდეო ჩამისეს და ნახე რა ჩემი პრობლემა დავეჭო შეიძლება რომ ჩამსხო მოგუყეთ რა
შეიძლება რა ჩაგდოთ. ნეტგაზეთის ლაივში ვართ, რომ მოგუყვეთ რა ხდება და რა პრობლემა საწყდებით თქვენ პირას. უბანში მოვედი ეხლა, ორი ლეპია ჩემგან წაგვანი პატარები რა, რომლებიც შეფარებული მყავს და მეუღლე. ორივე გასტერილებულია და ყველაფერი. წამოუყვანიათ, ეხლა მოვედი სახში, მეზობელმა მითხრა, რომ წაიყვანოს. ახლა წამოიყვანეს? ხო, რა უფლები წაიყვანეს, თვალჭრილიდან დავრეკე, არავინ არ აიღო. დავიჭირე ტაქსი და მოვედი ტაქსი. არავინ კაციშვილი არ ვიშვი. პასუხი რა არის, რას გეუბნებიან? აქ არ არის მოყვანილი არც ერთი მცხეთაში გადაიყვანე. რა უფლებით და რა იმით გადაყავთ. მაგ საზისხმებს მაგათ ორი გასტერილებულია, ყველაფერი გაკეთებულია და კიდე მეორე ჯერ ტარებენ? და გითხრეს რომ დაგიბრუნებენ უკან ამ ძაღლებს თუ? ხო, ხვალე მოდიოდა ისაო. თორე და გადავწე მილიციას ან რაღაცას. მეტი რა ვქნა, მე არაფერს შემიძლია. რა აცრის მიზნით წამოიყვანეს, რას ამბობენ? ხო, გავასტერილებთ და უთხია მეზობელს გასტერილებული ყავს მაგ გოგოს და ყველაფერი ჩატარებული. და მაინც წამოიყვანეს. მაინც წამოიყვანე. აგუნამისუებს მაგათ. მადლობა. ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფართან ვიმყოფებით ახლა, სადაც მოქალაქეები თავიანთ მიკედლებული ცხოველების მოსაძებნად მოვიდნენ. დაახლოებით რამდენიმე საათის წინ გავრცელდა კადრები, როცა აქ მოქალაქეები მოვიდნენ და რამდენიმე მათგანმა შეძლო თავიანთი მიკედლებული ცხოველის წამოყვანა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განსაკუთრებული აჟიოტაჟი არის ამ თემის გარშემო საზოგადოებაში, ვინაიდან აქტივისტები, ცხოველთა დამცველი აქტივისტები, მოქალაქეები ამბობენ, რომ ცხოველები, რომლებიც არიან მიკედლებულები კონკრეტულ ადამიანებთან, კონკრეტულ ადგილებში მიყავთ სტერილიზაციის აცრის მიზნით, საბაბით და მერე უკან აღარ აბრუნებენ. არსებობს პრაქტიკა, რომ ამ ცხოველებს, რომელსაც აცრიან, ან სტერილიზაციას გაუკეთებენ, მერე აბრუნებენ დაუსახლებელ ადგილას, სადაც პრინციპში ამ ცხოველებს უჭირთ მერე თავის გადარჩენა. ასევე ბოლო პერიოდში გავრცელდა გორიდან ვიდეო, სადაც თითქოს კრემაციას utარებდნენ ცხოველებს. ამაზე რუსეთის ეროვნულმა სააგენტომ გააკეთა განცხადება, რომ ეს მხოლოდ უკვე გარდაცვლილი ცხოველების ლეში იწოდა იქ და ამის კვამლი ამოდიოდა. თუმცა როგორც ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები და პირები ამბობენ, ჯერჯერობით არ წარმოუდგენიათ შესაბამისი დოკუმენტაცია გორიდან, რომელიც ადასტურებს ამ ცხოველების ჯერ ლიკვიდაციას, ან ევთანაზიას, ან იმას, რომ რაიმე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ ეს ცხოველები. მოქალაქეები აქ კვლავ რჩებიან, როგორც ცოტა ხნის წინ მოისმინეთ, ერთ-ერთმა მოქალაქემ ახლახანს დაკარგა თავისი ორი მიკედლებული ცხოველი, რომელიც, როგორც მას ეუბნებიან, არ არის ამ თავშესაფარში და მცხეთაში ყავთ წაყვანილი. პოლიციაც მობილიზებულია ადგილზე, სულ ცოტა ხნის წინ შესასვლელთან იდგნენ, ახლა კი მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ეკიპაჟი არის განთავსებული. ადამიანი არის იქ გული შეკება დაიღო. ცოტა ხნის წინ მოქალაქეები იყვნენ შესული, როგორც უკვე გითხარით, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც შესulis შემდეგ ისინი საუბრობენ პრობლემებზე, თავშესაფარში არსებულ ანტისანიტარიაზე, იმაზე, რომ ბევრი ცხოველი შეიძლება იყოს ერთად, მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომელიც შეიძლება ცხოველს ჰქონდეს, ამ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ცხოველებთან ერთად არიან შეიძლება იყვნენ ბევრი ისეთი ცხოველიც, რომელსაც არ აქვთ არანაირი პრობლემა, ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ინფექციების გავრცელება. ასევე საუბრობდნენ მოქალაქეები იმაზე, რომ მომაკვდავი ცხოველები იყვნენ შეგნით. ერთ-ერთი სავარაუდოდ თავშესაფრის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო წერან გამოსული, რომელიც საუბრობდა და ამბობდა, რომ ხვალ შეეძლებათ მოქალაქეებს მოსვლა და მიკედლებული ცხოველების გაყვანა იმ შემთხვევაში, თუ მათ შესაბამისი პროცედურები უკვე ჩატარებული აქვთ.
ამდენ ადამიანს მაინც გავიგებ რომელი მანქანა ნეტგაზეთიდან ვართ პირდაპირ ჩართვაზე რომ მოგუყვეთ თქვენ რამდენიმე საათის წინაც აქ იყავით და საუბრობდით შიგნით შესულიყავით რა ვითარება არის უშუალოდ შიგნით და რას ამბობენ წარმომადგენლები ახი კალადის სახელობის სასაკლაოში გადასულდა ის რაც ვიცოდით ისედაც ოღონდ გადმოცემით ნაწილობრივ ფრაგმენტულად რომ არც საინტერესო ნორმებია დაცული მომაკვდავ ძაღლებს არ ეხმარებიან ვეტერინარულად იმიტომ რომ არც სათადო ვეტერინარული აღჭურვილობა აქვს არც საკმარისი რაოდენობის ვეტერინარები მომაკვდავ ძაღლები და მოპარული ძაღლებიც აღმოაჩინეთ აქ მინიმუმ 4 თუ 5 ადამიანმა ადგილზე აღმოაჩინეთ ძაღლი რომელსაც ეძებდა გატაცებული იყო ამ სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან მერიის და უმალავდნენ ხოლო შემდეგაც ლაივ ნახა აი ხალხი არის შეგიძლიათ ნახოთ და გითხოთ კიდევაც რაღაც იმას დაემსგავსა მონანიების სცენას მონანიებაში გაცოთ საკუთარ ოჯახის წევრებს რომ ეძებენ როგორც ადამიანებს ეძებენ და 4 ფეხა ოჯახის წევრებს ეძებენ ისე როცა რომლებიც აღმოაჩინეს იმ ლაივებში ეგრეთ წოდებული ანუ პირდაპირ ეთერებში რომელიც დაუშვი მე და სხვა ადამიანებმა ვინც აქ შევაქციეთ გამონაკლისად საინტერესოა რომ ნაწილ ბოლო პერიოდში ეშმაკურად მოუფიქრებია თუ კი ადრე საერთოდ არ უშვებდნენ ადამიანებს ეხლა თურმე უშვებენ ხოლო ნაწილში და აქვს გადამალული კორპუსები ან გასაგაგურებელი და გადასაყრელი ძაღლებისთვის გაყოფილი გატაცებული ძაღლების უმრავლესობას ან პირდაპირ კლავენ ქიმიური გაძინების მეშვეობით ან ყრიან უკაცრავ ადგილას შიმშილისთვის სიკვდილისთვის წირავენ ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი პირველ რიგში ამოცნობილი ძაღლები ჯერ კიდევ უმრავლესობა ერთის გარდა არ გაატანეს გაატანონ ამის გარდა ყველა დაბრუნდეს აცილ და გასაერთო მდგომარეობაში საიდანაც წაიყვანეს იქ და არა ტყეში ბუნებრივია და საერთოდ კეთილი ინებოს ბიზნესის რეჟიმმა ის მილიონები და თბილისში დაახლოებით 5 მილიონია გამოყოფილი ამ საქმისთვის მოხმარდეს საქმეს, ცხოველთა სტერილიზაციას, ვაქცინაციას, აღრიცხვიანობას და არა მათ სტომაქს და კუჭს. იმიტომ რომ ამდენი წელი რომ ფულს ჭამდნენ, იმიტომ გამრავლდა ძაღლები და დღეს მათი ხოსვაჟლებით უნდა პრობლემის მოგوارება ვისაშორებას წარმოსებდა და იგივე შაბათ 3 საათზე ყოველას მოუწოდებთ თავის კანცელარიასთან ჩვენი რაოდენობით ვაჩვენოთ რომ ქვეყანაში მეტი ადამიანია ვიდრე ძაღლის და ადამიანის სისხლზე გასუქებული ჩინოვნიკი და არა ადამიანი. მადლობა უღმესი ლაშა ჩხარტეშულს უსმენდით თქვენ მოქალაქეები რჩებიან ხედავთ რომ ერთ-ერთი მოქალაქე არის აქ მოსული რომელიც ამბობს რომ სტერილიზაციის მიზნით წაიყვანეს მისი ძაღლები თუმცა როგორც ამბობენ აქ ამ თავშესაფარში არ ყავთ ეს ძაღლები და ემოციებს ვერ იკავებენ მოქალაქეები ძაღლები აიყვანეს მის მიკედლებული დეხტა არა ტანა რატო ვითომ ხოულიან აქ ძაღლები არულია არულია ძაღლი კი არა არა ძმებან არა იხოცება ძაღლი იხოცებია მაგენია ძაღლი იხოცება ხოცოს უმფალმა ძაღლზე ერთგული თვითონ არ არიან ეს ხალხი ესენი უღალატუნი ერთგული არ გაიხარო თავიანთი ცხოვრებაში არ განიგე ძაღლებს საქმეს არ აწევენ გათი ვერა პრიტვერკევათ არ გავერნახეს ძაღლებს მიარგენ ახლა ძაღლებს არ გააყენონ რომ შევიდეთ და ვერ გადაგაკეთო არა მე ძალიან ბევრი ძაღლი გაკეთე ბევრი ძაღლი გაკეთებული ბევრი მე რეჟიმი აღარ მოგწავდა ერთი 40 ძაღლი გაკეთე როდის შეაბარეთ და ბატარობის დროსაც რო იბადება ბატარობის დროსაც რო იბადება არა ერთევინ არჩუნე ძალიან ძნელია გარდა ყველაფერს არაჭა მოქალაქეები კვლავ რჩებიან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფართან სადაც რამდენიმე საათის წინ ცხოველების დაბრუნების მიკედლებული ცხოველების დაბრუნების სურვილით მოვიდნენ მოქალაქეები ერთ-ერთმა მათგანმა როგორც მითხრეს მოახერხა თავისი ცხოველის წაყვანა თუმცა აქ კვლავ რჩებიან ადამიანები რომელთაც ან არ უპოვიათ
თავიანთი ცხოველი ან ამოიცნეს სხვადასხვა პირდაპირ ეთერის დახმარებით, რომელიც აქ შეკრებილმა ადამიანებმა გაუშვეს სხვადასხვა დროს და აი ამ სურვილით, რომ თავიანთი მიკეტრებული ცხოველები დაებრუნებინათ უკან, შეიკრიბნენ აქ. როგორც მუნიციპალური თავშესაფრის წარმომადგენელი ამბობდა, დღეს სავარაუდოდ ეს ვერ მოხერხდება. პოლიცია გამოვიდა, სავარაუდოდ კომენტარს გააკეთებენ მუნიციპალური თავშესაფრის წარმომადგენლები. ეს მანქანა რო გაწევს მეც ხო, შემოდია. უკაცრავად. თქვენ საიდან ნეტგაზეთ. საერთოდ სულ ცოტა ხანში გააკეთებენ კომენტარს თავშესაფრის წარმომადგენლები აღნიშნულთან დაკავშირებით. სულ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, რომ ეტაპობრივად დაუბრუნებენ მიკეტრებულ ცხოველებს ამ ადამიანებს. თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ეს ადამიანები აღარ არიან დარწმუნებულები, რომ ან იპოვიან თავიანთ ცხოველებს, ან უსაფრთხოდ დაიბრუნებენ უკან. ვეცდებით რომ დაგათვალიერებინოთ სრული პერიმეტრი დღეს ესეთი ქაოსური და გაუგონარი აჟიოტაჟი ქონდა ჩვენ დაგათვალიერებინოთ ყველაფერს აბსოლუტურად რაც იყვნენ მოქალაქეები და სადაც დაგაინტერესებთ ყველაფერზე გიპასუხებთ ჩვენი ინიციატივით და განმეორებით ბატონიკასაც ესწავლენ და იქ გავცელდა არასწორი კადრები აბსოლუტურად ძაღლბელიზაციანო არის დაუყულიო და აგერ გაჩვენებ გნებავთ აქ ჩავწეროთ გნებავთ იქ აი თავშესაფრის ფონზე ჯობია მე მგონი რომ ფონი ჯობია რა თქმა უნდა და რა კითხვაც გაქვთ სიამოვნებით გიპასუხოთ თავშესაფრის წარმომადგენლების უსმენდით ახლა, რომლებიც ამბობენ, რომ მედიისთვის ასე თქვა ტურს გააკეთებენ და გვანახებენ ყველა იმ ტერიტორიას, სადაც ძაღლები არიან, სადაც ცოტა ხნის წინ იყვნენ ადამიანები, თავიანთი მიკეტრებული ცხოველების სანახავად, გააკეთებენ კომენტარებს, ვინაიდან მათი თქმით არასწორად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს და ის ძაღლები, რომლებსაც მიკეტრებულ ტერიტორიასგან აშორებენ, ქრებიან. მე ახლა შევწყვეტ პირდაპირ ჩართვას და მოგვიანებით ნეტგაზეთზე აიტვირთება მათი კომენტარები, წარმომადგენლების კომენტარები, თუ რას ამბობენ ისინი.